840. ელექტრული ნათურა მიმდევრობითაა ჩართული წრეში ელექტროლიტულ აბაზანასთან, რომელშიც სუფთის მარილის სუსტი ხსნარია. შეიცვლება თუ არა ნათურას ვარვარი, როცა ხსნარში მარილს დაუმატებთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, პასუხი ცდით შეამოწმებთ. ახლა ცდით ვერ შევამოწმებთ. წარმოვიდგინოთ, რომ არის თქვათ ეს ნათურა არის და აქ არის თქვათ ელექტროლიტური აბაზანა. მარილი არის, აქ სუსტი ხსნარი მარილის არის ჩართული და აქ არის ძაბვა მოდებული. და აქ არის ლაპარაკი, რომ აი აქ დაუმატეთ მარილი. თუ მარილი დაუმატებთ, ამისი კონცენტრაცია გაიზრდება. მარილის კონცენტრაცია, ეს ნიშნავს, რომ იონების კონცენტრაცია გაიზრდება და აი ამ ნაწილის წინაღობა R შემცირდება. ამიტომ მთელი გარეწრედის წინაღობა შემცირდება. რაც გამოიწვევს დენის გაზს და გაიზრდება. ამიტომ ნათურა უფრო მეტად გაანათებს. 840. ელექტრულ დენს ატარებენ შავი ამინის ხსნარით სავსე ელექტროლიტულ აბაზანაში. ნახშირის ელექტროდები ხსნარში დაახლოებით ნახევრადაა ჩაშვებული. როგორ შეიცვლება დროის ერთსა და იმავე მცირე მონაკვეთში კათოდზე გამოყოფილი სპილენძის რაოდენობა. თუ სხვადასხვა ვარიანტებია. მოკლედ ესე იგი აქ სიტუაცია ესეთი არის, რომ მოდი დავხატოთ. ესე იგი ნახშირის ელექტროდები არის. ნახევრად არის ჩაშვებული, ეს თქვა პლუსთან არის, ეს მინუსთან არის მიერთებული. ესეთი სიტუაცია გვაქვს. ესე იგი პირველი იყო ნახშირის ანოდს შეუცვლით იმავე ფორმისა და მოცულობის სპილენძის ანოდით. ახლა ეს ამოცანები არის ფარადეის კანონებზე, ესე იგი ფარადეის კანონების მიხედვით თუ დენს გავატარებთ ნივთიერებაზე ანოდზე და კათოდზე გამოიყოფა შესაბამისი ნივთიერებები. სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა არის. მან მოქმედებს ესე იგი ორი კანონი არის ფარადეის, თქვა პირველი არის, რომ გამოყოფილი ნივთიერების მასა პროპორციულია გასული მუხტისა. გასული მუხტი არის დენი გამრავლებული დროზე. ამიტომ იწერება ესეთნაირად K-I-T. K არის ეგრეთ წოდებული ელექტროქიმიური კოეფიციენტი. ახლა ცხადია, რომ საერთოდ არ არის პასუხი დამოკიდებული იმაზე, რა ტიპის ანოდი და კათოდი გვექნება. ანოდი არის ის, რომელიც დადებითადაა დამოხტული, კათოდი ის, რომელიც უარყოფითადაა დამოხტული. ასე რომ პირველ A შემთხვევაში თუ გრაფიტის ნახშირის ანოდს შევცვლით იმავე ფორმისა და მოცულობის სპილენძის ანოდით, ესე იგი A არ შეიცვლება. ახლა B შემთხვევა არის. ნახშირის კათოდს შევცვლით სპილენძისათი, ანალოგიურად, გინდა ანოდი, გინდა კათოდი შეგვიცვლია, არ შეიცვლება. ხო, გავადიდებთ ძაბვას ელექტროდებზე. ძაბვას ელექტროდებზე თუ გავადიდებთ, დენის ძალა გაიზრდება, ამიტომ რადგან I გაიზარდა, მასა გაიზრდება. დავუმატებთ იმავე კონცენტრაციის ელექტროლიტს. თუ იმავე კონცენტრაციის ელექტროლიტი დავამატებთ, ესე იგი მაგ დროს წინაღობა არ შეიცვლება, ესე იგი და ამიტომ ესე იგი D შემთხვევაში არ შეიცვლება. გავადიდებთ ხსნარის კონცენტრაციას. ესე იგი თუ ხსნარის კონცენტრაცია გადიდდება, ესე იგი ეს გამოიწვევს იმას, რომ წინაღობა
შემცირდება, მეტი გადამტანი მუხტის ნაწილაკები წარმოიშვება და ესე იგი ეს შემთხვევაში გაიზრდება. დავაახლოვებთ ელექტროდებს. მაგ დროს წინაღობა შემცირდება, ამიტომ დენი გაიზრდება. ამიტომ ესე იგი უნდა გაიზარდოს. V შემთხვევაში გაიზრდება. შევამცირებთ ანოდის ჩაძირულ ნაწილს. ანოდის ჩაძირული ნაწილი თუ გაიზრდება, ანალოგიურად კათოდის ჩაძირული ნაწილი გაიზრდება, მაშინ ესე იგი ეს ამან შეიძლება თქვა წინაღობა შეამციროს, მაგრამ ეს უმნიშვნელო იქნება. ესე იგი ალბათ უნდა ჩავთვალოთ, რომ არ შეიცვლება. ესე იგი ეგ იყო Z და T არ შეიცვლება. ელექტროლიტს გავათბობთ. ესე იგი ელექტროლიტი თუ გათბება, ეს ნიშნავს, რომ მეტი იქნება იონიზაციის ხარისხი, ამიტომ ესე იგი უნდა გაიზარდოს. ის შემთხვევაში გაიზრდება. კარგით. რვას ეს ხო 51 იყო. 852. ორი ერთნაირი ელექტრული აბაზანა ავსებულია შაბიამინის ხსნარით. ხსნარის კონცენტრაცია აბაზანაში მეტია ვიდრე B-ში. რომელ აბაზანაში გამოიყოფა მეტი სპილენძი, თუ მათ მიმდევრობით მივუერთებთ და მეორე ვარიანტი არის თუ პარალელურად მივუერთებთ. 852. ორი ერთნაირი ელექტროლიტური აბაზანა A და B ავსებულია შაბიამინის ხსნარით. ხსნარის კონცენტრაცია აბაზანაში მეტია, ესე იგი Na მეტია NB-ზე. რომელ აბაზანაში გამოიყოფა მეტი სპილენძი, თუ მათ შევაერთებთ მიმდევრობით. თუ მიმდევრობით არიან შეერთებული, დენი A აბაზანაში და B აბაზანაში ერთნაირი არის. ამიტომ ამ შემთხვევაში გამოყოფილი მასაც ერთნაირი იქნება. გამოყოფილი მასა ერთნაირია. თუ მათ პარალელურად შევაერთებთ, ეს იყოს A აბაზანა, ეს იყოს B აბაზანა. გზავოა მოდებული, ხო? ესე იგი, რადგან კონცენტრაცია A აბაზანაში მეტი არის, ესე იგი წინაღობა R100 ნაკლებია RB-ზე. ამიტომ A აბაზანაში მეტი დენი გაივლის, IA მეტი იქნება IB-სთან შედარებით, ამიტომ MA მეტი იქნება MB-სთან შედარებით. 853. რამდენ ხანს გრძელდებოდა მონიკელება, თუ ნაკეთობაზე დაილექა 1,8 გრამი ნიკელის შრე, დენის ზალა იყო 2 ამპერი. მოცემული არის, რომ მასა არის 1,8 გრამი, დენის ზალა იყო 2 ამპერი და რამდენ ხანს გრძელდებოდა მონიკელებაო. ესე იგი, უნდა ვისარგებლოთ ფარადეის კანონით, M არის KIT, სადაც K არის ნიკელის ელექტროქიმიური კოეფიციენტი და აქედან დრო შეიძლება ვიპოვოთ M შეფარდებული KI-სთან. ამ კოეფიციენტს ესე იგი 9-დან ვუყოლობთ. 854.
სპილენძის ელექტროქიმიური ეკვივალენტის განსაზღვრავად ჩატარებულ ცდაში მიიღეს შემდეგი მონაცემები. დენის დინების ხანგრძლივობა იყო 20 წუთი. დავწეროთ T არის 20 წუთი. ანუ 20 ჯერ 60 წამი. დენის ზალა I არის 0.5 ამპერი. კათოდის მასა ცდამდე იყო M1 იყო 70.4 გრამი, ცდის შემდეგ M2 არის 70.58 გრამი. სპილენძის ელექტროქიმიური ეკვივალენტის რა მნიშვნელობა მიიღეს ამ მონაცემების საშუალებით? ეს კი კაც გვეკითხებიან. M არის გამოყოფილი მასა, არის KIT. გამოყოფილი მასა ეგ იქნება M2-ს მინუს M1. ამიტომ M2-ს მინუს M1 იქნება KIT, აქედან K არის M2-ს მინუს M1 შეფარდებული IT-სთან. აი, ეგეთი პასუხი არის. 845. ელექტროლიტულ აბაზანასთან, რომელიც სავსეა ნიკელის მარილით, მიმდევრობით მიაერთეს აბაზანა, რომელშიც ქრომის მარილია. წრედის განრთვის შემდეგ პირველ აბაზანაში გამოიყო 10 გრამ ნიკელი. რამდენი ქრომი გამოიყოფა მეორე აბაზანაში? ესე იგი M ნიკელისა არის 10 გრამი. ანუ მიმდევრობით არის ორი აბაზანა მიერთებული და გვეკითხებიან M ქრომის. ფორმულა იქნება ეგეთი, ორივეში ერთნაირი დენი გადის, ამიტომ M ნიკელის არის K ნიკელის IT, M ქრომის არის K ქრომის IT. რო გავყოთ ერთმანეთზე, ესე იგი M ნიკელის M ქრომზე იქნება K ნიკელის K ქრომზე. აქედან M ქრომისა არის M ნიკელის K ქრომისა K ნიკელთან. გავიმეორებ, რომ K ნიკელის და K ქრომისა ნახეთ ცხრილებში. 846 ამოცანა. შაბლონის ხსნარის წინაღობა ტემპერატურის 2 კელვინით აწევისას მცირდება დაახლოებით 2%-ით. რამდენჯერ შეიცვლება დროის ერთეულში კათოდზე გამოყოფილი სპილენძის მასა, თუ ხსნარის ტემპერატურა 5 კელვინით აიწევს. ჩავწეროთ მონაცემები, ესე იგი, თუ ტემპერატურის ცვლილება დელტა T არის 2 კელვინი, წინაღობა მცირდება, ესე იგი, დელტა R არის 2%. რამდენჯერ შეიცვლება დროის ერთეულში კათოდზე გამოყოფილი სპილენძის მასა, თუ ხსნარის ტემპერატურა 5 კელვინით აიწია. ესე იგი, დელტა T არის 5 კელვინის ტოლი და რამდენჯერ შეიცვლება კათოდზე გამოყოფილი სპილენძის მასა. დელტა M არის კითხვის ნიშანი. ესე იგი, თუ 2 კელვინით გაზდისას წინაღობა 2%-ით შემცირდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ 5 კელვინით გაზდისას წინაღობა შემცირდება 5%-ით. ესე იგი, დელტა R იქნება 5%-ის ტოლი. ხო, ახლა ჩავწეროთ, ესე იგი, თქვა თავიდან რა მასა გამოიყოფოდა, ესე იგი, როდესაც ჯერ არ შეცვლა ტემპერატურა, ეს არის KIT, I არის U შეფარდებული ხსნარის წინაღობაზე, საწყის წინაღობაზე. ეხლა, როდესაც ტემპერატურა შეიცვალა 5 კელვინით, M1 იქნება KI1T. ხოლო I1-ისთვის ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს არის ძალუამოდებული შეფარდებული R პირველზე და R პირველი იქნება, რადგან 5%-ით შემცირდა, ეს იგი 0
95 ერის ტოლიარი. შევიტანოთ ახლა ეს აი ამ მასების ფორმულაში m არის k u გაყოფილი r-ზე t-ზე, m1 არის k u შეფარდებული r პირველი t-ზე და გავყოთ m1 m-ზე. ესე იგი იქნება r-ი შეფარდებული r1-ზე, ესე იგი r-ი 0.95 r-ზე. ისინი გაიკვეცება და r-ი შეფარდებული 0.95-ზე. კარგით, 857 ამოცანა. იპოვეთ 2 და 4 ვალენტიანი კალას ელექტროქიმიური ეკვივალენტი ფარადეის მუდმივა და მენდელეევის ცხრილის გამოყენებით. შევახსენებთ ფარადეის მეორე კანონს. ფარადეის მეორე კანონის თანახმად K ეს არის 1 შეფარდებული F-ი, სადაც F-ი არის ფარადეის მუდმივა, μ შეფარდებული ვალენტობაზე Z-ზე. აი ამ ფორმულით უნდა ვისარგებლოთ, ესე იგი ერთ შემთხვევაში Z არის 2, ეს 2 ვალენტიანი როცა არის და მეორე შემთხვევაში Z არის 4. μ ესე იგი მოლური მასა არის, ის ორივე შემთხვევაში ერთნაირი არის. კალის შემთხვევაში μ-ს ვნახავთ, ესე იგი მენდელეევის ცხრილიდან. ხო, და აქედან მერე ესე იგი კას გავიგებთ, ესე იგი F-ი ეს არის ფარადეის მუდმივა. კარგით, 858 ამოცანა. გამოთვალეთ ოქროს ელექტროქიმიური ეკვივალენტი თუ იცით ვერცხლის ელექტროქიმიური ეკვივალენტი. K ოქროსი ეგ არის 1 F-ზე, μ ოქროსი Z-ზე ოქროსი და K ვერცხლისა 1 F-ზე, μ ვერცხლის Z-ზე. მათი ვალენტობები ერთნაირია, ამიტომ K ოქროსი K ვერცხლისაზე ეგ იქნება μ ოქროსი μ ვერცხლისაზე. 859. შეადარეთ სამვალენტიანი რკინისა და ორვალენტიანი მაგნიუმის მასები, რომლებიც გამოიყოფა მიმდევრობით შეერთებული ელექტროქიმიური აბაზანების კათოდებზე. ჩავწეროთ ფორმულა m არის KIT. პირველი ნივთიერებისთვის m1 იქნება 1 შეფარდებული F-ზე μ1 Z1 IT, m2 იქნება 1 შეფარდებული F-ზე μ2 Z2 IT. დენები ერთნაირია, რადგან მიმდევრობით არიან შეერთებული. ესე იგი m1 m2-ზე ტოლი იქნება μ1 Z1 μ2 Z2. აი ამ ფორმულიდან დავითვლით. 859. ელექტროლიტური გზით ალუმინის მისაღებად გამოიყენეს აბაზანა, რომელზეც მოდებულია 5 ვოლტ ძაბვა და მასში გადის 40 კილოამპერი დენი. რა დრო იქნება საჭირო 1 ტონა ალუმინის მისაღებად და როგორი იქნება ენერგიის ხარჯი. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი ძაბვა არის 5 ვოლტი, გასული დენი არის, ესე იგი 40 კილოამპერი. ხო, და მასა არის, ესე იგი, თქვათ 1 ტონა. და გვეკითხებიან, რა დრო იქნება საჭირო ამისათვის და როგორი იქნება ენერგიის ხარჯი. W-ი აღნიშნოთ ენერგია. გამოყოფილი მასა მოიცემა ფარადეის კანონით KIT. K-ს ალუმინისთვის ვნახავთ ცხრილში
და აქედან თქვათ ჩვენ შეგვიძლია დრო დავადგინოთ. დრო იქნება m შეფარდებული k-ზე. ეს იგი ერთ კითხვაზე გავეცით პასუხი. ხოლო რაც შეეხება დახარჯული ენერგია, ეს იქნება EU გამრავლებული t-ზე. ამდა აქ რო შევიტანოთ, ესე იგი კი ბატონო დავწეროთ EU m შეფარდებული k-ზე, ეს e-ები გაიკვეცება mu შეფარდებული k-სთან. ეს იქნება პასუხი. რვას 51. შეადარეთ ერთნაირი მასის ალუმინისა და სპილენძის ელექტროლიტური ხერხით მიღების დროს ელექტროენერგიის დანახარჯები. თუ ნორმის მიხედვით ძაბვა აბაზანაზე ალუმინის მიღებისას 14-ჯერ მეტია ვიდრე სპილენძის მიღებისას. ჩვენ უკვე ელექტროენერგიის დანახარჯი ჩავწეროთ, ესე იგი, რომ ელექტროენერგია ეს არის EU-ზე. მეორე მხრივ ფარადეის კანონის თანახმად მასა არის k-IT. ხო? ესე იგი, IT ჩვენ შეგვიძლია აქედან ვიპოვოთ. ესე იგი, IT ეს არის მასა შეფარდებული k-სთან და შევიტანოთ ამ ფორმულაში. W იქნება m აი თქვათ ეს U გამრავლებული IT-ზე. IT არის m შეფარდებული k-სთან. ასე რომ საბოლოო ფორმულა მოდით ესეთ დავწეროთ m U-ზე შეფარდებული k-სთან. ეხლა ჩვენ გვაქვს ესე იგი ორი ნივთიერება, ესე იგი ერთი არის ალუმინი, მეორე არის სპილენძი. კუპრუმი, ალუმინი და კუპრუმი. მათი ელექტროქიმიური და მასები ტოლი არის. ასე რომ W1 იქნება MU1 შეფარდებული K1-ზე, W2 ეს დახარჯული ენერგია MU2 K2-ზე. W1-ის W2-თან შეფარდება იქნება U1 K1-თან, ესე იგი K2 U2-ზე შეფარდებული. აი აქ მოცემულია რომ ალუმინის მიისაღებად 14-ჯერ მეტი ძაბვა ჭირდება. მოდით U2 იქნება 14-ჯერ U1. U2 ეს არის ალუმინისთვის. ესე იგი W სპილენძი W ალუმინთან, ეგ იქნება U შეფარდებული K სპილენძი K ალუმინი 14-ჯერ U. ეს U-ები გაიკვეცება და გამოვა K ალუმინი, K სპილენძი და 14. აი ეგეთი პასუხი გამოგვივა. 852 ამოცანა. რას უდრის 1 ტონა სპილენძის რაფინირებისას ენერგიის დანახარჯი, თუ ელექტროქიმიურ აბაზანაში მოდებული ძაბვა ტექნიკური ნორმით 0,4 ვოლტია. ეს უკვე ესეთი ფორმულა ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ. ეს არის MU შეფარდებული K-ზე. ახლა აქ მასა მოცემულია რომ არის 1 ტონა, ანუ 10^3 კილოგრამი. ძაბვა არის 0,4 ვოლტი და K სპილენძისთვის კუპრუმისთვის ამას ცხრილში ვნახავთ. 853 ამოცანა. რამდენი ელექტროენერგია დაიხარჯება 2,5 ლიტრი წყალბადის მისაღებად 25 გრადუს ტემპერატურასა და 100 კილოპასკალის წნევის პირობებში, თუ ელექტროლიზი 5 ვოლტ ძაბვაზე მიმდინარეობს. დანადგარის მარქმედების კოეფიციენტი არის 75%. ჩავწეროთ eta არის 75%. მოცულობა არის ეს 2,5 ლიტრი, ანუ ეს არის 2,5 მეტр კუბი. ტემპერატურა არის 25 გრადუს ცელსიუსი და წნევა
წყალბადზე არის ლაპარაკი, წნევა არის, ესე იგი 100 კილოპასკალი. ანუ ეს არის 10-ის მეხუთე ხარისხად პასკალი. და რამდენი ენერგია იქნება საჭირო? W სრული არის კითხვის ნიშანი. ესე იგი, მარქმედების კოეფიციენტი ეს არის W სასარგებლო შეფარდებული W სრულზე. გამრავლებული 100%-ზე. სასარგებლო არის ის, რაც უშუალოდ მოხმარდა ამ წყალბადის გამოსაყოფად. ის აქ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ ფორმულით MU შეფარდებული K-სთან. ხოლო რაც შეეხება მასას, ეს რადგან აირი მიიღება, შეგვიძლია ვისარგებლოთ ფორმულით PV არის M შეფარდებული μ-ზე RT. აქედან მასა იქნება PV μ გაყოფილი RT-ზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უნდა გადავიყვანოთ კელვინის სკალაზე. ამას 273 უნდა დავუმატოთ. ეს კი T იქნება 25 პლუს 273, ესე იგი 298 კელვინი. μ წყალბადისა არის, ესე იგი 2-10 მინუს 3 ხარისხად ესე იგი კილოგრამი მოლზე. ხო, და ნუ აქ ყველა სიდიდე მოცემული გვაქვს და ესე იგი აი მასას აქ შევიტანთ. და მე სრულ ენერგიას, დახარჯულ ენერგიას იქნება W სასარგებლო გაყოფილი ეტაზე გამრავლებული 100-ზე. ამიტომ ფორმულა W სრული იქნება აი ეს მასის მაგივრად PV μ RT გამრავლებული U-ზე შეფარდებული K-ზე შეფარდებული ეტაზე და გამრავლებული 100%-ზე. ნუ ეტაც პროცენტებში გვაქვს. აი ამ ფორმულით დავითვლით, ესე იგი სრულ ენერგიის დანახარჯს. 854 ამოცანა. დეტალი უნდა დაიფოროს 50 მიკრომეტრი სისქის ქრომის შრით. რა დრო დასჭირდება ქრომირებას თუ დენის სიმკვრივის ნორმა ქრომირებისას 2 კილოამპერი მეტრ კვადრატია. ხო, ნუ დენის სიმკვრივე ეს არის დენი შეფარდებული ფართობთან. ნუ ჩავწეროთ ფარადეის კანონი, M არის K I გამრავლებული T-ზე. ესე იგი მასა წარმოვიდგინოთ როგორც სიმკვრივე გამრავლებული მოცულობაზე, ესე იგი S გამრავლებული H-ზე, ეს იქნება K I T ტოლი. რა დრო დასჭირდებაო? T არის კითხვის ნიშანი. ნუ აქედან T იქნება ρ SA-ში შეფარდებული K I-ზე. ნუ ეს S-ი რო გადმოვიტანოთ ქვევით, ეს იქნება ρ A-ში K I შეფარდებული S-თან და I შეფარდებული S-თან ეგ იქნება დენის სიმკვრივე. ეს იგი ρ A-ში K J. 855. ტექნიკურ ცნობარებში მოყვანილია A-ში შეფარდებული J-ტესტთან სიდიდე, რომელიც ახასიათებს დაფარვის სისქის ზრდის სიჩქარეს, როცა დენის სიმკვრივე ერთეულის ტოლია. დაამტკიცეთ, რომ ეს სიდიდე მოცემული ლითონისთვის K ელექტროქიმიური ეკვივალენტისა და ρ სიმკვრივის ფარდობის ტოლია. ნუ ეს ფაქტურად ჩვენ უკვე გამოვიყენეთ, ესე იგი ეგა რომ აი თქვა ჩვენ დავამტკიცეთ ახლა წინა ამოცანაში, რომ T არის ρ A-ში K შეფარდებული J-ზე. ხო და ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ K შეფარდებული ρ-ზე ეგ არის A-ში შეფარდებული J-T. ნუ ეს პირდაპირ უკვე გამოდის აი ამ ფორმულიდან. და 856 ამოცანა. გამოიყენეთ წინა ამოცანის ამოხსნა და გამოთვალეთ იმ შრის სისქე, რომლითაც დაიფარება საგანი 1 საათის განმავლობაში მოკალვისას თუ
და მოვერცხლისას მოკალვის დენის სიმკვრივე არის 1 ამპერი დეციმეტრ კვადრატი და მოვერცხლისას კი 0.5 ამპერი დეციმეტრ კვადრატი. ესე იგი G პირველი ეს არის 1 ამპერი შეფარდებული დეციმეტრ კვადრატზე და G2 არის 0.5 ამპერი დეციმეტრ კვადრატი. ესე იგი ერთ შემთხვევაში ხდება მოკალვა, მეორე შემთხვევაში მოვერცხლვა. ნუ აქ პირდაპირ აი ამ ფორმულით შეგვიძლია ვისარგებლოთ. K როზე არის A-ში G-T და ნუ დრო არის 1 საათი. 1 საათი. ანუ ეს არის 3600 წამი. ხო, ნუ ახლა აქედან A-ში იქნება KG-T შეფარდებული როსთან. ხო და ნუ აი ამ ფორმულიდან პირდაპირ ესე იგი A1 არის K1 G1 T შეფარდებული ρ1-თან. ეს თქვათ კალა იყოს და A2 არის K2 G2 T შეფარდებული ρ2-თან. ეს იყოს თქვათ ვერცხლი. აი ესეთნაირად გაკეთდება ეს ამოცანები.